გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, მე ლაშა გურგენიძე ვარ და თქვენ უყურებთ ქართულ ამბებს. მადლობა არაჩვეულებრივი გამოხმაურებისთვის, კომენტარებისთვის, აქტიურობისთვის. ასე გააგრძელეთ, გამოიწერეთ არხი და მალე გავათამაშებთ ძალიან საინტერესო წიგნებს. სხვათა შორის ზრდასრული მაყურებლისთვის გავათამაშებთ ასკანელის მშვენიერ პროდუქციას. ეხლა სულ ერთი დაკლიკება უნდა. ისეთი კარგი ამბები უნდა მოგიყვეთ ახლაც და შემდეგ გადაცემაშიც. არ მინდა რომ გამოგრჩეთ. ხო და გააქტიურეთ ის ზარიზღილაკი და დავიწყოთ. დიდი მადლობა ტრადიციულად ჩვენს ერთგულ სპონსორს კროკოს. რამაზ ჩხიკვაძის ჩხუბი უცნობ სუფრაზე. ლეგენდარული ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ქეიფის და დროსტარების დიდი მოყვარული გახდათ. მოლხენაც კარგი იცოდა და წარმოიდგინეთ, მასთან სუფრაზე მყოფი ადამიანები როგორ ილხენდნენ. შესაბამისად რამაზ ჩხიკვაძეს მოსაყოლის და გასახსენებელის მეტი რა ჰქონდა. ახლა სწორედ ერთ-ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც გადახდა მსახიობს და რომლის გახსენებაზეც სულ ეცინებოდა. ერთ დღეს თეატრში რამაზ ჩხიკვაძეს და სხვა მსახიობებს ორი სპექტაკლი უთამაშიათ. ყველა მსახიობი დამეთანხმება ეს რამხელა ძალისხმევას მოითხოვს. ორი სპექტაკლის ერთ დღეში თამაშის შემდეგ ადამიანს ერთადერთი რაც გინდა სახლში წასვლა და დასვენებაა. შეიძლება ტანსაცმლიანად ჩაგეძინოს დივანზე. თუმცა იმ დღეს რამაზ ჩხიკვაძემ და კიდევ რამდენიმე მსახიობმა სუფრაზე მიიღეს მიპატიჟება კოლეგისგან. თვითონ რამაზი არ ახსენებს იმ ადამიანის გვარს, ვინც სუფრაზე დაპატიჟა. დაღლილ მსახიობებს არაფრით არ უნდათ სუფრაზე წასვლა და ზრდილობიანად აუხსნეს მათ ერთ-ერთ კოლეგას, რომ დაღლილები იყვნენ. იმასაც უკან არ დაუხევია, გინდა თუ არა წავიდეთ სუფრაა გაშლილი გველოდებიანო. დაღლილმა მსახიობებმა მეორედაც გაიბრძოლეს, არ გვინდა სუფრაზე წასვლა, არ ვსვამთო, მოკლედ მონდომებულ მასპინძელს კი ქვა აუგდია და თავი შეუშვერია. არ დავლიოთ, უბრალოდ ვივახშმოდო. უხერხულია გველოდებიანო. ბოლოს იმდენ იქნა, რომ კოლეგები დაითანხმა. გრიმი მოიშორეს, გამოიცვალეს და დაღლილები დაქანცულები გაყვნენ. იმ სართულზე რომ ავედით, სადაც ქეიფობდნენ, იხსენებდა რამაზი. რაღაც ხმაური და ჩოჩქოლი შემოგვესმა. კი არ გვესიამოვნა, მაგრამ რაღაც ვიზავდით. როგორც კი კარი გაუღიათ, ასეთი სურათის მომსწრეები გამხდარა. დარბის ოთახში დასისხლიანებული ხალხი, ზოგი სკამს ისვრის, ზოგი თეფშებს, მთელი ოთახი ღვინით და საჭმელებითაა მოსრული. დალეწილია ოჯახში აბსოლუტურად ყველაფერი, რისი გატეხვაც შეიძლებოდა. 20-მდე ადამიანი აზელილია ერთმანეთში და მიდის ბრძოლა წესების გარეშე. ახალმისული სტუმრებიც ჩაერივნენ, რა თქმა უნდა, გასაშველებლად. თუმცა ვინ გაარჩევდა, ვინ იყო მოჩხუბარი და ვინ გამშველებელი. ესენიც გვარიანად ამოგანგლეს, ცემეს, დაანგრიეს, დალეწეს, ძლივს გამოასწრეს იქიდან და გამოვიდნენ გარეთ. ომიდან დაბრუნებულებს გავდნენ. ერთი ლუკმაც კი არ უჭამიათ, რა თქმა უნდა. აი, რა გვინდოდა, რა დალევა, რა ვახშამიო გაცეცხლებული იყვნენ მსახიობები. რამდენჯერაც იმ სახლს ჩაული, უაზრო ხარხარი მიტყდებაო იხსენებდა რამაზ ჩხიკვაძე. ალექსანდრე ჭავჭავაძის სიკვდილი. ამ ამბავში ალექსანდრე ჭავჭავაძის ტრაგიკულ სიკვდილზე მოგიყვებით. რატომ გადავწყვიტე ამ ადამიანზე საუბარი? სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მეფის რუსეთში მსახურობდა, პატრიოტული ელემენტებიც მრავლადაა მის ბიოგრაფიაში. ამასთანავე ცნობილი თავადი საკმაოდ კარგი პოეტიც იყო. მოდი ნუ დაუკარგავთ ამ ადამიანს მამაცობას და დამსახურებას. ალექსანდრე 18 წლის ბიჭი იყო, როცა მთიულეთის აჯანყებას შეუერთდა და რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა. რუსებმა აჯანყების მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ახალგაზრდა ალექსანდრე კი თბილისის ციხეში გამოგედეს. მოგვიანებით ის 3 წლით გადაასახლეს. ამის შემდეგ რუსეთის არმიაში მსახურობდა და ევროპაშიც იბრძოდა და სპარსეთშიც. ასე მოვიდა 1832 წლამდე, როცა სამშობლოს დასჭირდა, ამ აჯანყებაშიც მიიღო მონაწილეობა. კვლავ დაიჭირეს და გადასახლება მიუსაჯეს. 1846 წლის 6 ნოემბერს თბილისში ხმა გავარდა ალექსანდრე ჭავჭავაძე მოკვდაო. ყველა მიაწყდა პოეტის სახლს, ყველას უნდოდა შეეწყო ასე უცებ რა დაემართა სიცოცხლით სავსე პოეტსო. სამწუხაროდ ქალაქში გავრცელებული ხმა სიმართლე აღმოჩნდა. ალექსანდრე ჭავჭავაძე იმ დილით 10 საათზე გაემზადა ვორონცოვთან წასასვლელად. რაღაც დღეობა იყო და ცოლმა ურჩია მისალოცად მისვლა. პოეტს მაინც და მაინც არ უნდოდა, თუმცა ცოლის რჩევა გაითვალისწინა და მოემზადა. ყარაბაღული ცხენი შეაბეს ეტლში და ალექსანდრეც სადღესასწაულოდ მორთული გაემართა ვორონცოვებთან. სწორედ იმ დროს, როცა მიუახლოვდა გოლოვინის პროსპექტს, დღევანდელი რუსთაველის გამზირს, უეცრად ერთმა ქალმა სახლიდან საპნიანი წყალი გამოიტანა და ქუჩაზე გადაღვარა. ცხენი დაბრთხა და გაქუსლა. შეშინებულმა მეეტლემ დაუძახა პოეტს, კნიაზო, მე ამის დაჭერა არ შემიძლია თავს უშველეო. ალექსანდრემ ნაცვლად იმისა, რომ თავისთვის ეშველა, მეეტლის დახმარება გადაწყვიტა. წამოიწია, რომ აღვირს მიწვდომოდა. თუმცა
მოსასხამის მარჯვენა კალთა ბორბალში მოყვა და ფეხზე მდგარი ალექსანდრე გადმოაგდო. ეს გადმოვარდნა სასიკვდილო აღმოჩნდა. ადამიანი, რომელიც რუსების მხარეს ხან ნაპოლეონს ებრძოდა, ხან სპარსეთში გაილაშქრა, ხან თვითონ რუსებს ებრძოდა საქართველოს სახელით, თბილისში ასეთ უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. პასტერნაკის თავშესაფარი. ამ ამბავში საბჭოთა მწერალ ბორის პასტერნაკზე მოგიყვებით. მოგეხსენებათ, ის ნობელის პრემიის ლაურეატი იყო, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. ეს დიდი მწერალი საქართველოს 1931 წელს ეწვია და ცხადია მაშინდელ ბობოქარ პოეტებს დაუმეგობრდა. ცისფერყანწელებმა ტიციან ტაბიძემ, პაულო იაშვილმა, კოლაო ნადირაძემ და სხვებმა ისეთი პატივისცეს სტუმარს, რომ შეიძლება ითქვას გადაიყვანეს ჭკუიდან. უკან დაბრუნებულმა პასტერნაკმა დიდხანს ვერ გაძლოდა 2 წელიწადში მეორედ უფრო დიდი ხნით ეწვია საქართველოს. რა თქმა უნდა, ცოტა ხნით ყოფნა საქართველოში ძალიან რთულია. ისე შეუყვარდა ქართული ლიტერატურა მწერალს, რომ ამის შემდეგ თითქმის 30 წელი ქართულ ლიტერატურას თარგმნიდა გაგიჟებული. ნათარგმნი აქვს ვაჟა-ფშაველას გველის მჭამელი, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია მთლიანად, აკაკი წერეთლის, ტიციან ტაბიძის, პაულო იაშვილის, იაკობ გოგებაშვილის თუ სხვა უამრავი პოეტის ლექსები. ცალკე საქართველოს პასტერნაკმა მიუძღვნა 2 პოეტური კრებული. მოკლედ რომ გითხრათ, ეს დიდი მწერალი საქართველოს აღმერთებდა. დადგა 1958 წელი. ბორის პასტერნაკს ნობელის პრემია მიანიჭეს. ნაწარმოებისთვის ექიმი ჟივაკო. ისე იყვნენ რუსები გაცეცხლებული ავტორზე, რომ რუსულად არც კი დაუბეჭდეს. ის იტალიურ ენაზე გამოქვეყნდა. საბჭოთა მანქანამ იმდენ იქნა, რომ მწერალს უარი ათქმევინეს პრემიის მიღებაზე. დაიწყო მისი შევიწროვება და დევნა. ამ დროს მოსკოვს ინგლისის პრემიერ-მინისტრი ჰაროლდ მაკმილანი ეწვია. პასტერნაკს ისედაც ეკრძალებოდა უცხოელებთან შეხვედრა და ახლა მკაცრად გააფრთხილეს, რომ საერთოდ გადამალულიყო. ისინი შიშობდნენ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეიძლებოდა რეზონანსული ნობელიანტი მწერალი მოეკითხა. პასტერნაკიც გადაიმალა. გამოიცანით სად? რა თქმა უნდა, თბილისში. აქ მისთვის ნამდვილი სამოთხე იყო. ყველა პატივს სცემდა და უამრავი ახლობელი წავდა. ერთ-ერთი მათგანი ამოირჩია და ესტუმრა დასამალად. ეს იყო ნინო ტაბიძის ოჯახი. მწერალი წერდა, რომ ყველასგან დევნილი და დაწყევლილი ჩემს თბილის ვესტუმრე დასამალადო. ალბათ ყველა გააფრთხილეს ჩემთან თავშეკავებულად მოიქცნენ ყოველგვარი ბანკეტების გარეშე და ამიტომ მეც ვცხოვრობ ნინოსთან. სრულ სიყრუესა და სიუცხოვეში. საქმე ის იყო, რომ ამ დროს უკვე მისი მეგობრების დიდი ნაწილი ცოცხალი აღარ იყო. ზოგი დახვრეტილი იყო, ზოგი გადასახლებული. სვეტიცხოვლის ეზოში ერთმა ლენინგრადელმა ტურისტმა თურმე იცნო პასტერნაკი და გახარებული მივარდა მოსაკითხად. რუსმა მწერალმა კი ქართულად უთხრა: არა, მეგობარო, ვიღაცაში გეშლები, რუსული კარგად არ ვიციო. თქვენის ნებართვით ეხა ცოტას მოვწრუპავ, თან ბრენდიც მიყვარს, თან სპონსორშიც გაგვიმართლა. ხო და თქვენის ნებართვით ცოტას გეახლებით. კიდევ ერთხელ მადლობა ასკანელებს გვერდში დგომისთვის. ავთო ვარაზის უცნაური საჩუქარი. ჩვენი გამოჩენილი მხატვრის ნამუშევრები საქართველოს მუზეუმების გარდა ამშვენებს რამდენიმე მუზეუმს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარიზში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში. ავთო ვარაზს ძალიან უყვარდა ნიკო ფიროსმანი. გიორგი შენგელაიას ფილმში ფიროსმანი მხატვარის თვითონ იყო და ისე უნდოდა მთავარი როლის შესრულებას, რომ უარი ვერ უთხრეს. ეს მისი ერთადერთი როლი იყო. ერთხელ ავთო ვარაზი სახლისკენ მიდიოდა. მიჰქონდა 3 ბოთლი ღვინო და რამდენიმე კვერცხი. ერთადერთი რაც ჭირდებოდა იყო ადამიანი, ვისთან ერთადაც დალევდა. მარტო დალევა ხომ ხვდებით, არავის უყვარს. არც მე სხვათა შორის და ჩაწერა რომ მორჩება იმედია მერე თქვენ შემომიერთდებით, ხო? ხო და მოკლედ დაუბრუნდეთ ავთო ვარაზის გასაჭირს. ჭირდებოდა ადამიანი, ვისაც ჭიქას მიუჭახუნებდა. ასეთი შემთხვევები იშვიათად ხდება, თუმცა ავთო ვარაზმა თავის ადარბაზოსთან ვიღაც უცნობი კაცი დაინახა. სრულიად უცნობი. იფიქრა, ღმერთმა გამომიგზავნაო და მივიდა, გამოელაპარაკა და სახლში დაპატიჟა. უცნობის დათანხმდა. ავთო სახლის კარი ისე ჰქონდა მოხატული, რომ ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო. გაოგნებული უცნობი ენად ჩავარდნილი მიაშტერდა კარს. ავთო ვარაზმა შინ შეიპატიჟა სტუმარი. თუმცა უშედეგოდ. სტუმარი კარს ათვალიერებდა აღფრთოვანებული, გაგიჟებული და გაოგნებული. ამასობაში მასპინძელმა კვერცხი შეწვა, ღვინის ბოთლები გახსნა და სუფრა გაშალა. ბოლო-ბოლო სტუმარმა ძლივს მოწყვიტა თვალი კარს და სახლში შევიდა. გვიანობამდე სვავდნენ ბიჭები. ბოლოს ავთო ვარაზმა უცნობი სტუმარი გამოაცილა. არა მხოლოდ გამოაცილა, მეტიც, სახლამდე მიაცილა.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ მიაცილა სახლამდე. რატომ და მისი მისამართი აინტერესებდა. მეორე დილით გაიღვიძა კაცმა და რას ხედავს. ავთო ვარაზის მოხატული კარი მისი კარის წინ არის აყუდებული. მხატვარმა სრულიად უცნობ ადამიანს საჩუქარი გაუკეთა. თავად კი კარის გარეშე დარჩა. მოდი ამ ჭიქით ყველა კარგ ადამიანს გაუმარჯოს. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის და აბა თქვენიცით. თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი, არ დაიშუროთ ლაიქები. არხიც გამოიწერეთ, მალე ისევ შევხვდებით სხვა საინტერესო ქართული ამბებით. მადლობა ჩვენ სპონსორებს. გამრავლდით და იმრავლეთ სპონსორებო, თქვენი ჭირიმე თქვენია.